რა კარგი კითხვა არის, დიდი ხანია ესეთი კარგი კითხვა ჩემთან არ დასმულა და ალბათ ამ ვიდეოს ცოტა მეტის ლაპარაკი მომიწევს რა. ეხლა ეს იძახის, რომ პროცენტულად რატო ითვლი ფიუჩერსზე, ანუ ინდექსების ტრეიდის დროს პროფიტსო, უნდა გამოითვალო პოინტებით რა, იმიტომ რომ ზოგადად ინდექსების მოძრაობის ზომა იზომება პოინტებით. ძალიან ბევრი ტრეიდერი მინახავს, ვინც პოინტებით აკეთებს რისკ მენეჯმენტს, ანუ კონკრეტულ პოინტებს რისკავს და კონკრეტულ პოინტებს იგებს რა და ერთ და იგივე კონტრაქტით ტრეიდობს. მაგრამ ჩემი დგომა ბევრად უკეთესია ჩემი აზრით და ეხლა გეტყვით რატო. კონკრეტული კონტრაქტით ტრეიდობ მარტო და მარტო პოინტებს რისკავ რა. ეგრე რამდენ პროცენტს წააგებ, მაგის სისტემატიურობა დაგირღვევა რაღაც პონჩი რა. თუ ბევრი პოინტი წააგე, ხო? ბევრი პროცენტს წააგებ და ну თუ ბევრი პოინტი მოიგე, რა თქმა უნდა, ბევრი პროცენტს მოიგებ, ხო, ეხლა ეგ უკვე გააჩნია რამდენად პროფიტულია ტრეიდერი რა, მაგრამ მასეთი მიდგომით, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ პროცენტულობას, ეგრე ფორექსზე ფიფსებით იზომება, ხო, მოძრაობა. ჩემი მიდგომა ესეთია. და ბევრად უკეთესი მგონია პოინტებით გამოთვლა რისკ მენეჯმენტის უაზრო მგონია ძალიან რა. ჩემი მიდგომა ესეთია, გარისკე კონკრეტული რაოდენობის პროცენტულობა ყველა ტრეიდში ერთი და იგივე, შენ სტრატეგიასთან მიმართებაში, რომელიც ყველაზე მეტად მორგებული არის და დროთა განმავლობაში შენ წარმატებულ, ანუ დიდ პროცენტულ მაჩვენებლებს აჩვენებ. ანუ შენ რო პოინტებით აყენებ stop loss, ხო? ერთ კონკრეტულ მაჩვენებელს კონტრაქტს რო ტრეიდობ, ხო? აი ძალიან ხშირად არის ხოლმე მარკეტზე სულ ერთ იგივე პოინტები არ არის, ხო? ზოგჯერ დიდი სანთლები და ზოგჯერ პატარა სანთლები. არ არის სულ ერთი და იგივე. მაინც რომ იცოდეთ რა, ზოგჯერ საჭიროა კონტრაქტები შეამცირო, ზოგჯერ საჭირო კონტრაქტები გაზარდო, ხო? როცა მარკეტზე ერთი კონკრეტული კონტრაქტი ტრეიდობ და პოინტებით ითვლი შენ რისკ მენეჯმენტს, ხო? დიდი პოინტები რო იქნება, ხო? იქ შენი რისკი დაგირღვევა ფიზიკურად რა. ამიტომაც ყველაზე კარგი მიდგომა არის, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი პოინტიანი stop loss დააყენებ, კონტრაქტებით აკონტროლე შენი რისკ მენეჯმენტი, ანუ იმდენი კონტრაქტი გარისკე, რამდენი კონტრაქტისას შენს პროცენტულ რისკ მენეჯმენტში ჯდება ეს ყველაფერი. იმედია გაიგეთ, ეხლა რაც ვისაუბრე. ნუ ბევრი ალბათ ვერ გაიგებ და ვინც იცის, ისინი მიხვდებიან რა. ამიტომაც არ მიყვარს მე პოინტებით რისკის გაზომა, იმიტომ რომ ხანდახან უფრო დიდი სანთლები, ხანდახან უფრო პატარა სანთლები პოინტებით სულ ვერ გაზომავ რა. მით უმეტეს ეხლა 90-მდე მარკეტზე, ხო, ნიუ-იორკის 90-მდე მარკეტზე, ლონდონის შუაში, აზიაზეც, ხო, პატარა მარკეტია. იქ რო უბრალოდ რა ქვია, პოინტებით ითრეიდო, ხო, ძალიან ცოტა პოინტს მოიგებს ადამიანი. მაგით იმას ხო არის ზამ რომ მაინც ნიუ-იორკზე ითრეიდო მაგის გამო, ხო? ითრეიდებ, მაინც ლონდონი თუ მოგწონს, ლონდონს ითრეიდებ, მაგრამ მეტი კონტრაქტი შეხვალ. ეგ უკვე პროცენტული მაჩვენებლის გაზრდა არის და არა პოინტების, ხო? ავ ჩემი აზრი ესეთია.